მოგესალმებით მეგობრებო ყველას. დღეს შაბათია და გვექნება ასეთი ვიდეო ზეთის წნევასთან დაკავშირებით. ჩემი მეგობრის მანქანას, უпростоრად ჩემი მეგობრის დედის მანქანა არის ფორდი საზიზღარი საშინელი ძრავით, გეტყვით რატომაც და დაკარგა ზეთის წნევა, როგორც ის მეუბნება. მივიდეთ ახლა ვნახოთ, მანქანა გუშინ ევაკუატორით მოიყვანეს, მე ჯერ არ მინახია, უბრალოდ გარედან დავინახე რომ აქ დგას სეზოში. შემოვიყვანოთ ახლა გარაჟში და ვნახოთ რა შეა საქმე. გავარკვიოთ რა სჭირს და შევძლებთ თუ არა მის დახმარებას. ესეც ასე მეგობრებო, მოვედი ხა ჩავჯექი მანქანაში, ყველაფერი რომ ნატურალურად იყოს, არაფერი არ არის დადგმული ისე, თქვენთან ერთად დავქოქავ ეხლა ძრავს. ესეც ასე გარბენი ქონია 164, როგორაც ხედავ და ვნახოთ ეხლა იქნება თუ არა ზეთის წნება უცებანთებს ამას თუ როგორა, ვერ გავიგე მიხსნიდა, მაგრამ ნანახი ჯობია ახსნელს. ზეთის წნევა დარჩენილი არის, როგორც ხედავთ, ანთია ნატურას და არ ქრება. ძრავს ხმა არ აქვს. ჯერჯერობით კაკუნის ხმა არ აქვს. აი, ჩაქრა ახლა. მოდით სანამ ჩაქრა. ნელ-ნელა ძალა რო არ დავატანოთ ძრავს ისე. შევიყვანოთ გარაჟში. ასე არ დავატრიალებ 2000 ბრუნზე მეტს. რომ არ ვაწვალოთ. და შევიდეთ გარაჟში. ვნახოთ რისი ბრალია რა ხდება. და გეტყვით ამისი პრობლემები საერთოდ რა არის. რასაც მე ვფიქრობ. მოდით შევიყვან ახლა მას. მანქანაში არის 3 ცილინდრიანი 1 ლიტრიანი ძრავი, რომელიც არის ერთ-ერთი ძალიან საზიზღარი ძრავი, არა მხოლოდ ფორდში, არამედ საერთოდ, აი არ ვიცი ამ დონის იდიოტიზმამდე რატო უნდა მივიდეს ინჟინერი. და რაში გამოიხატება ახლა ეს ყველაფერი გეტყვით. ამ ძრავი ღვედი, აი ზუგჩატირემენს რასაც ვეძახით, მთავარ ღვედზე მაქვს საუბარი, არ არის როგორც ჩვეულებრივ ნორმალურ მანქანებში ძრავის გარეთ, არამედ არის შიგნით, როგორც ჯაჭვი ისე და მოძრაობს Z-ში. ანუ ეს ამ ძრავი ღვედი არის Z-ში შიგნით რა. მას შემდეგ რაც მიაღწევს გამოცვლის ინტერვალს, რომ უნდა გამოიცვალოს, იწყებს ფშნას ეს ღვედი, რეზინია მოგეხსენებათ, იყრება ყველაფერი შემდეგ ქვემოთ კარტერში და შემდეგ შეიწოვება Z-თან ერთად, მაგრამ რადგანაც ქვემოთ ბადე გვიყენია ასეთი გამფილტრავი Z-ის ნასოსზე, Z-ის პომპაზე, ასე რომ ვთქვათ, ტუმბოზე, მთლიანად გაიბიძნება ის, დახურავს ამ სივრცეს, საიდანაც შეიწოვება Z და გვეკარგება Z-ის წნევა. ყოველ შემთხვევაში, საერთოდ ასე ხდება, ჩემს შემთხვევაში, ეხლა ამ დიაგნოზის დასმა შემიძლია ამ ეტაპისთვის სანამ დავშლით. დანარჩენს სანამ არ დავშლით, მანამდე ვერაფერს ვერ გავიგებთ. იმისათვის რომ კარტერი მოხსნათ, უნდა მოხსნათ ტურბოსთან, აქ ეხლა კატალიზატორი უნდა ჩავხსნათ, რომ მთლიანად ჩაიხსნას მაყუჩი, თორე ისე ფარავს მთლიანად იქ სივრცეს და ვერ მოხსნით კარტერს. ეხლა რის გაკეთებასაც ვაპირებ, შევუერთებთ ეხლა დიაგნოსტიკას, წნევის გამო სავარაუდოდ იქნება შეცდომა შიგნით, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, ეხლა თუ შევძლებთ დიაგნოსტიკით, რომ ვნახოთ Z-ის წნევა, თუ რა წნევას ქმნის ძრავი. შევაქმნევიოთ Z-ის წნევა
ეგრეთ წოდებულ ხალასტოი ხოც რასაც ვეძახით, უბრალოდ დაქოქილზე ბრუნი რო 0.8-ია დაახლოებით. შემდეგ მივცეთ ცოტა მეტი, იქ 1000-მდე, 1500, ისე რომ ძრავი არ დავაზიანოთ და მას შემდეგ რაც დავშლით და იმ საქმეს გავაკეთებთ, რაც გასაკეთებელია და რის გაკეთებასაც ახლა ვაპირებ, რომ შევადაროთ წნევა შეიცვლება თუ არა. და ვნახოთ ჩემი ვარაუდი გამართლდება თუ არა, მართალი ვარ თუ არა ამ ზეთის ტუმბოს გაბიდნასთან დაკავშირებით. ანუ არის თუ არა ეს ღვედის ნარჩენები. მოდით ახლა შევუერთებ დიაგნოსტიკას და ვნახოთ წნევა. მოკლედ მეგობრებო, ძალიან უცნაურია, მაგრამ ზეთის წნევას დიაგნოსტიკის მეშვეობით ვერ ვზომავთ ამ ძრავზე თუ ამ ავტომობილზე. ძალიან უცნაურია და სამწუხაროა. შევუერთე პირველად ჩემი ახალი ავტოდიაგნოსტიკას King Bolenis, რაც გაჩვენეთ წინა ვიდეოებში და არაჩვენებდა ზეთის წნევას. აჩვენებს მხოლოდ არის რაოდენობა ზეთის მეტი თუ ნაკლები და პროცენტულად როდის ირთვება და ითიშება ზეთის სხვადასხვა ვენტილები, ხოლო კონკრეტულად ზეთის ნასოსი რა წნევასაც ქმნის ძრავში, ამას არაჩვენებს. ძალიან გაუბრაზდი ამ დიაგნოსტიკაზე, ვიფიქრე რომ არ ქონდა მხარდაჭერა, შევუერთე დელფი საერთოდ თუ რამე არის, ყველაფერს კითხულობს ამ ძრავიდან, აბსოლუტურად ყველაფერს, მაგრამ სამწუხაროდ იმას არა, რაც ამ წუთას გვჭირდება. მაშინ მექანიკურად უნდა გაიზომოს ზეთის წნევა, სამწუხაროდ ახლა არ მაქვს აქ გასაზომი ზეთის წნევის, სადაც სენსორი უყენია, ის უნდა ამოვიღოთ და იქ ჩავაყენოთ, მაგრამ კარგი ამ შემთხვევაში ახლა დავტოვოთ ყველაფერი როგორც არის ისე, უბრალოდ გადავიდეთ კონკრეტულად საქმეზე, შევეცდები, დავშალო ეს ყველაფერი, რომ მოხსნათ კარტერი და ვნახოთ არის თუ არა ნამდვილად ნამცეცების შიგნით. ხოლო იმ ხალხისთვის, ვისაც აინტერესებს თუ როგორ ხდება ამისი ღვედის შეცვლა, ფაქტიურად იშლება ძრავი, ფაქტიურად ყველაფერი აქ რასაც ხედავთ, ყველაფერი დაშლილი უნდა იყოს. ასევე ეს მაღალი წნევის ტუმბო რაც უყენია, თვითონ ეს ეგრეთ წოდებულ რეიკას რასაც ვეძახით, ყველაფერი მთლიანად უნდა აიხსნას თავსაფარი ძრავის, რომ ხედავდეთ უკვე ეგრეთ წოდებულ რასპრედვალებს. შემდეგ აქედანაც ყველაფერი უნდა დაიშალოს, ქვემოდანაც ყველაფერი უნდა დაიშალოს, აბსოლუტურად ყველაფერი უნდა მოიხსნას. ფორდი ამაში ითხოვს დაახლოებით ასე 2500 ევროს ითხოვს, ანუ ფორდის ოფიციალური სერვისი ამ ღვედის შეცვლაში, ხოლო ჩვეულებრივი პროფილაქტიკები დაახლოებით ასე 2000 ევროს ითხოვენ, 500 ევროთ ნაკლებს. მაგრამ ამ შემთხვევაშიც უნდა ნახოთ ისეთი პროფილაქტიკა, ცოტა გიჟების, რომელიც მსგავს სამუშაოზე დაგეთანხმებათ. ამ შემთხვევაში მე შევთავაზე ჩემს მეგობარს დიდი სურვილის არ ქონის მიუხედავად, რომ გამეკეთებია ეს ყველაფერი და მან მითხრა, რომ კარგი გავაკეთოთო, ორიგინალი მხოლოდ ნაწილები კი არა, ორიგინალი მხოლოდ ხელსაწყო იმისათვის, რომ გაასწოროთ ეს ღვედი და ყველაფერი ისე გააკეთოთ, როგორც საჭიროა, დაახლოებით 800-900 ევრო ყავს, თითქმის 1000 ევრომდე. მაგრამ არის ასევე არა ორიგინალები, რომლის შეძენა შეგიძლიათ დაახლოებით 200 ევროში, მხოლოდ გეუბნებით ძრავის გასასწორებელ ხელსაწყოზე. უნდა შემეძინა მხოლოდ ამ ძრავისთვის და შემდეგ რა ვიცი, გადაყრე იმას აღარ დაგჭირდება, იმიტომ რომ რამდენჯერ შეხვდები ახლა მსგავსი ტიპის ძრავს. მოკლედ როგორც გითხარით, აი ესეთი თავისსატკივარი სისულელე არის ეს ყველაფერი. მოდით ახლა გადავიდეთ საქმეზე, ლაპარაკის ნაცვლად და ვნახოთ, როგორ გამოიყურებოდეს იქნება ქვემოთ ზეთის ნასოსის, ზეთის ტუმბო. მოკლედ მეგობრებო, 3 საათნახევარი გავიდა, რაც ამ ნაგავ მანქანას ვეჩალიჩები, 3 საათნახევარი. წარმოუდგენელია რა. სისხლი გამიშრო, რასაც ქვია, ყველა ბოლტზე, ყველა რაღაცაზე, ყველა ფერზე სისხლი გამიშრო. კარტერი ძლივს მოხსენი ახლა სიმწრით და როგორც ვთქვი, აი აქ ზეთის ტუმბო, სადაც აყენია ეგრეთ წოდებული ზეთის ნასოსი.
უწმიდო ერთი ყველა მხრიდან წვეთავს ღორივით ვარ ამ მანქანის ქვეშ. აი აქ ყველგან აბსოლუტურად არის ჩაკეტილი ყველაფერი და ფენაა უკვე ერთი სქელი ფენა არის გაკეთებული ეს მილიმეტრიანი, ალბათ 2 მილიმეტრიანი ფენა ზემოდან ნაჭერივით ადევს ზეთის ტუმბოს. თვითონ აი ამ გამწმენთ რაც არის, აი, რაც გითხარით, ერთი ღვედი აყენია Z-ში, თვითონ ამ Z-ის ნასოსის, მეორე მთავარი ზემოთ აყენია ანუ კალენვალი და რასპრედვალი რითიც ტრიალებს, ეს ზემოთ აყენია მეორე ამძრავი ღვედი. აი ასეთი საშინელება რაღაცა არის ეს კონსტრუქცია. ეხლა შევეცდები ეს მაქსიმალურად გამოვასუფთავო და ვნახოთ რასაც გამოვიტან აქედან გამოვიტან და იქნებ სალფეტკზე დავდო ქაღალდზე რომ გაჩვენოთ რასაც გამოვიტან დანარჩენი უნდა გამოვრეცხო და ალბათ თან გაიყოლებს ის ნარეცხიც. აი ესეთი საშინელი კონსტრუქცია არის ეს მეგობრებო 3 საათნახევარი დამჭირდა რომ უბრალოდ კარტერი მომეხსნა. წარმოგიდგენიათ 3 საათნახევარი. აი წო მეგობრებო ეს ჯადო ძალიან საშინელი სამუშაო იყო მინდა გითხრათ ძალიან საშინელი დაღუპენე ყველაფერი თავის ადგილზე და აი ეს არის მოდით ფანარი ავიღოთ რომ უკეთესად გაჩვენოთ თუ რა იყო ყველაფერი გაჭედილი ზეთის ნასოსის ბადეში. ეს არის აი ნაჭერივით არის ხელს რომ მოკიდებთ, არის ჩვეულებრივი ნაჭერივით. და ზუსტად აი იმ ზუბჩატი რემნის თავარი ამძრავი ღვედის ნაწილაკები მეტი არაფერი. ეს რაც გამოვიტანე ისე დანარჩენი რაც გამოვრეცხე და გამოყვა კიდევ იმას. მაგრამ ეს სრულიად საკმარისია იმისთვის მეტი ადგილი იქ არც არის რომ გაჭედოს იქაურობა დამორჩა ზეთის წნევა შემდეგ აღარ გიქნებთ. აი ზუსტად აი ეს რაღაც კიდევ ყავისფერი ნაწილაკები აქვს. ზუსტად აი ესეთი შემადგენლობა აქვს ღვედსაც. GoPro-ს აღარ უნდა მუშაობა, არ ვიცი რა ჭირს ბოლო დროს საერთოდ არ მომწონს როგორაც მუშაობს. ამიტომ მოდით უცებ ტელეფონზე გადავიდეთ. უკვე 3-4 საათი გასულია სადღაც რაც აწყობილია ალბათ და მიყენებულია კარტერი. უბრალოდ ვცადოთ პირველი წამოქოქვა მაინც ყოველი შემთხვევისთვის რომ ვნახოთ ზეთის წნევა არის თუ არა. როგორც კი დავქვეთ, როგორც ნახეთ, მაშინვე ეგრევე იყო ზეთის წნევის მაჩვენებელი. მოდით ახლა ვცადოთ დაგოქვა. და როგორც ხედავთ ახლა არაფერს არ ანთია. კარგით, მეც აღარ ვამუშავებ. იდგება აქ ხვალამდე, გაშრეს და შემდეგ ხვალ შეუძლია უკვე წაიყვანოს თავის პატრონს. მოკლედ მეგობრებო, მე დღეს ამით დაგემშვიდობებით, ყველას გისურვებთ წარმატებებს და ყოველია საუკეთესოს მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ.